მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას გეომეტრიიდან და პირველი თავიდან პირველივე ამოცანას განვიხილავთ. ნახოთ ახლა საერთოდ A კატეგორიის ამოცანებში თანმიმდევრული არ ვიქნები, ვეცდები B კატეგორიის ამოცანები ყველა განვიხილო, ხოლო A-დან შესაძლოა ზოგიერთ მათგანზე უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ან იგივე უკვე გარჩეული გვექნება, ან და საკმაოდ მარტივი იქნება, რომ ჩვენი ძვირფასი დრო დაუთმოთ. პირველი, აბა ვნახოთ რას ვთხოვს. M წერტილი 20 სანტიმეტრის სიგრძის AB მონაკვეთის შიგა წერტილია. მოდი ავიღოთ უცებ AB მონაკვეთი. ვნიშნოთ ბოლოები. შიგნით არის სადღაც M წერტილი. იპოვეთ AM და MB მონაკვეთის სიგრძები. ხო, ეგ ვიცით, რომ AB 20 ტოლია. თუ AM მონაკვეთის სიგრძე 4 სანტიმეტრით მეტია MB მონაკვეთის სიგრძეზე. უმორჩილესად გთხოვთ. ახლა ამ ამოცანაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც გვერდებზე იქნება ამოცანა, ეს მრავალკუთხედი იქნება, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მსგავსი მონაკვეთის დაყოფა იქნება, მიაჩვენეთ თავიდანვე, რომ პლატინური პატარა ასოები შემოიტანოთ, დააწეროთ რაღაცა აღნიშვნა, გქონდეთ, მერე ეს დაგიცავთ რაღაც თვალის საჭრელებისგან და პროცესის გართულებისგან. აქაც მოდი, თუ გინდა ერთი სვადი შემოიტანეთ, თუ გინდა AM და MB ორი განსხვავებული სვადით აღნიშნეთ, მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მონაკვეთებს შორის კავშირი იცით, როგორც აქ არის, რომ AM მონაკვეთის სიგრძე 4 სანტიმეტრით მეტია MB-ზე. აღნიშნეთ MB X-ით, AM რადგანაც მასზე მეტია იყოს X + 4. მათი ჯამი კლიანი მონაკვეთის სიგრძე ვიცით, რაც არის, ესა X + 4 დამატებული X-ი. და ავუხსნით ახლა ამას 2X უდრის 16 და შესაბამისად X-ი არის 8 ტოლი. ანუ MB მონაკვეთი იქნებოდა 8, ხოლო AM მონაკვეთი იქნებოდა შესაბამისად 12, ხო? ასეთი რაღაც მოსულა, რომ თქვენი ნახაზი შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს რეალობას, თუმცა გირჩევთ, რომ ასეთ მარტივ ამოცანებში შესაძლოა არ ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ ზოგადად მაინც უმჯობესია რეალობას თუ გაითვალისწინებთ და დაახლოებით ისე დახაზავთ, როგორც პირობა ამოცანებს. მაგრამ მაინც და მაინც ამაზე არ ჩავიციკლოთ, რომ თუ რეალური ნახაზი არ იქნა, შესაძლოა ავსდე ჭეშმარიტებას და სწორი პასუხი ვერ მივიღო. მაინც ჯობს მეტნაკლებად რეალური ნახაზი გავაკეთოთ. AB მონაკვეთის სიგრძე 30-ია, C წერტილი AB მონაკვეთის შიგა წერტილია და AC და CB ისე შეფარდება ერთმანეთს როგორც 3/7. აქაც მარტივი სიტუაცია. ავიღოთ AB მონაკვეთი, ავიღოთ C წერტილი. AB მონაკვეთის შიგა წერტილია კი და AC ისე შეფარდება CB-ს როგორც 3/7. პროპორციულ ნაწილებად დაყოფისას ჩვენ ვიცით ტექნიკა, აღნიშნოთ სულ 10 ნაწილია, AC-ს ერგება 3 ნაწილი, ანუ ერთი ნაწილის ზომა თუ იქნება X-ი, 3X იქნება AC, CB იქნება 7X-ი, ჩვენ ვიცით მთლიანად AB მონაკვეთის სიგრძე ეს არის 30, შესაბამისად 3X + 7X იქნებოდა 30, 10X-ი არის 30 და X-ი გამოდის 3. შესაბამისად AC მონაკვეთი იქნებოდა 9, ხოლო BC მონაკვეთი 21. მესამე, მოდი აგერ დავწეროთ 1-3. AB მონაკვეთის სიგრძე ვიცით, იპოვეთ მანძილი AB მონაკვეთის შუა წერტილიდან იმ წერტილამდე, რომელიც მას ჰყოფს შეფარდებით 5-2-თან. ახლა აქ არის ერთი დეტალი. ზედა ამოცანაში ჩვენ ვიცოდით, რომელი მონაკვეთის რომელთან შეფარდება იყო 3/7-თან. მაგრამ ეგერთი რომ ჩვენ ჯერ შუა წერტილი გვაქვს აქ ასაღები, ხო? და მერე მეორე, ვთქვათ, M არის შუა წერტილი. და მერე მეორე ჩვენ ვეძებთ AB მონაკვეთის ისეთ წერტილს, რომელიც მას 5-2-თან შეფარდებით ყოფს. მაგრამ არ ვიცით რომელი მხრიდან. ესა A წერტილიდან იქნება 5-2-თან შეფარდებით, თუ B-ის მხრიდან იქნება. ანუ ის ერთი წერტილი პირობითად, სხვა ფერით აღნიშნავ, თქვა მწვანე ფერი იყოს, რაღაც D წერტილი იყოს,
ades შეფარდება დებესთან იქნებოდა 5-2-თან თუ პირიქით. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ რადგან შუაში აღებული წერტილი მაშინ მარტივი საჩვენებელია, რომ აი ის მანძილი, რასაც ვთხოვენ, ანუ 5-2-თან შეფარდებით გამყოფ წერტილსა და შუა წერტილის შორის, დ-წერტილი მარჯვნიდან იქნებოდა m-ს თუ მარცხნიდან, მანძილი m-ამდე არ იცვლება, მაგრამ აი m-ი სულ სხვა წერტილი რომ იყოს, არა შუაზე გამყოფი AB მონაკვეთის, რა ვთქვათ, 1-3-თან გამყოფი არ რაღაც, მაშინ ორი შემთხვევა გექნებოდა დაუცილებლად განსახილველი. ამ შემთხვევაში რა გამოდის ახლა? ვიცით ჩვენ რომ AB მონაკვეთის სიგრძე მთლიანად არის 2.8, ეს თუ 5x-ია და ეს 2x-ი, AM ეგ არის 1.4, ხო? MB-ც 1.4 და 7x-ი გამოდის 2.8, 5-2-თან შეფარდებით რომ არის, x-ი არის 0.4 და 0.4 ჯერ 5 ეს არის იგივე 2, ეს იქნება 0.8. ანუ რა გამოდის, ამას თუ დავაწერთ ახლა x, რასაც გვეკითხებიან, აი ნახეთ, დააკვირდი აქედან გამოდის, რომ 1.4 დამატებული x-ი იქნებოდა 2-ის ტოლი. AM-ს დამატებული MD იქნებოდა AD, ხო? და x-ი გამოდის 0.6. პირიქით, რომ ყოფილიყო, აი ეს რო ყოფილიყო მაგალითად ეს ნაწილი 2 ნაწილი და აქეთ 5, მაინც იგივე იქნებოდა, უბრალოდ d აღმოჩნდებოდა m-ის მარჯვენა მხრიდან. გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი, მოდი წავშალოთ ახლა. ასე დავიცუთავოთ. რაცრავად 1 წუთი. გავიყოთ. და მოდი ჩამოვსკროლოთ. ჩვენ გვინდა 4-დან, ხო? 1-4-დან. კარგი. მოდი ფერიც დავაბრუნოთ. 1-4. ასე აღებულია 3 ABC წერტილი, ვიცით მონაკვეთის სიგრძეები და რომელი წერტილი მდებარეობს დანარჩენ ორს შორის. ძალიან მარტივი, ახლა ამაზე უბრალოდ კომენტარით შემოვიფარგოთ. ჩვენ ვიცით მონაკვეთის ანუ წერტილების თხრეზე კუთვნილების აქსიომა, რომ უბრალოდ წერტილების ურთიერთგანლაგების აქსიომა წრფეზე თუ არის აღებული 3 წერტილი, მხოლოდ ერთი მდებარეობს დანარჩენ ორს შორის, ხო? და ვიცით ამავე დროს მონაკვეთის შესახებ აქსიომა, რომ მონაკვეთი ტოლია შემადგენელი მონაკვეთების ჯამის. გამოდის, რომ დიდი სიგრძე, რომელსაც აქვს, აი BC, ის ვერაფრით ვერ იქნება დანარჩენების ნაწილი, ხო? ანუ ის უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კიდურა წერტილებით შექმნილი მონაკვეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის რაიმეს ნაწილი იქნებოდა, მაშინ 8-ზე მეტი უნდა ყოფილიყო სხვა მონაკვეთი და მეტი მონაკვეთი 3 წერტილით არ გექნებოდა. ანუ A წერტილი უნდა იყოს მაშინ B-ს და C-ს შორის. მარტივი პასუხი იქნებოდა აქ A. ზუსტად 1-5-იც იგივენაირად კეთდება, აღარ გავჩერდებით, მოდი გავარჩიოთ 1-6. იგივე მონაკვეთია ამოცემული. აქ ორი კითხვაა და მოდი თავიდანვე პირველი და მეორეც გავიხილოთ არ დაგვეზარებს. AB მონაკვეთია, AB მონაკვეთის სიგრძე ვიცით არის 12. ამ მონაკვეთზე აღებულია M წერტილი, M წერტილი. და გთხოვენ AM და MB მონაკვეთის სიგრძეებს, თუ ვიცით რომ 2 M არის BM-ის ტოლი. მოდი აქ წინა ამოცანებში გაზიარებულ რჩევას მე თვითონაც მივდევ. შემოვიტან აღნიშვნას, BM-ს აღნიშნავ X-ით, შესაბამისად ბოდიში. ახლა კლასიკურ შეცდომას უშვებდი, როცა ფაქტობრივად ანუ დიდი აღნიშვნა X-ით და პატარა ზოგზე მომრავლებით და პირიქით AM-ია უფრო პატარა, ხო? იმიტომ რომ მისი გაურკეცებულია BM-ის ტოლი. AM-ს აღნიშნავ X-ით,
ცხადია ბმ გამოდის 2x, იმიტომ რომ ორჯერ am-ის ტოლია. მათი ჯამი არის 12 შესაბამისად 3x უდრის 12 და x უდრის 4-ს და am მონაკვეთის სიგრძე გამოდიოდა 4 და mb მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა 8. ასე მოდი მეორე ამოცანაც განვიხილოთ. ისევ ავიღოთ AB მონაკვეთი, ისევ და ისევ AB მონაკვეთის სიგრძე არის 12, მასზე აღებულია m წერტილი და ახლა რა ვიცით, რომ 3 AM-ს გამოკლებული 2 BM ეგ არის 11-ის ტოლი. ისევ და ისევ შემოვიდანთ აღნიშვნა, ახლა მაგალითად არ შევშინდებოდი და შემოვიტანდი 2 ცვლადს. ნუ AM-ის მაგივრად შემოვიტანდი A პატარას, ვთქვათ, BM-ის მაგივრად B პატარას. შესაბამისად გვექნებოდა ორი განტოლება უკვე, რომ აქედან აი 3A-ს მინუს 2B იქნებოდა 11-ის ტოლი. ორი განტოლება ცხადია, თავად A-ს და B-ის ჯამი არის 12 და ამოვხსნით კლასიკურ ორცვლადიან წრფივ განტოლებათა სისტემას. მოდი მეორე გავუბრალოთ 2-ზე, აქ იქნება 2A-ს დამატებული 2B უდრის 24-ს, ზემოთ იქნება 3A-ს მინუს 2B, 11-ის ტოლია. თუ დავკრებთ ახლა 2B გაბათილდება, 5A არის 35-ის ტოლი და გამოდის 7. ნუ შესაბამისად AM მონაკვეთი იქნებოდა 7, ხოლო BM იქნებოდა 5. მოდი გავაკეთოთ ახლა მე-7-ც საკმაოდ მარტივია. პრინციპში მოდი პირდაპირ ვთქვათ, 2, 3, 5-ის პროპორციულ ნაწილებად რომ იყოფა რაიმე მონაკვეთი, ანუ 2, 3-ის და 5-ის პროპორციულ ნაწილებად რაღაცას რო ყოფთ, ვიცით რომ ერთი ნაწილის ზომას ავნიშნავთ x-ით, შესაბამისად პირველი მონაკვეთი იქნებოდა, ანუ პირველი ნაწილი რაღაც მონაკვეთი რომ დავყავით 2x, მეორე 3x, მესამე 5x და ნუ მათი ჯამი იქნებოდა 30, შესაბამისად დავყვიდით x და ნუ მიპოვიდით ცალკეულ მრავალ ნაწილს. ერთის რო ავნახოთ რას ვთხოვს. 15 სანტიმეტრის სიგრძის AB მონაკვეთის შიგნით აღებულია m წერტილი, იპოვეთ მანძილი AM და BM მონაკვეთების შუა წერტილებს შორის. ახლა ამ ამოცანის განზოგადებას შეგვიძლია მე ვნახავთ რომ მსგავსი სიტუაცია შეიძლება კუთხეებზე შეგვხვდეს. მსგავსი ამოცანები ჩვენ პროცენტებზე გვაქვს განხილული შესაბამის თავებში ალგებრიდან. ნუ ის რაღაცა სტანდარტული სიტუაცია, რომელიც სხვადასხვა ადგილზე შეიძლება შეგვხვდეს. აი მოდი ახლა გადავწყვიტოთ ზოგადად როგორ კეთდება ეგ. ანუ ზოგადი ამოცანა იყოს ასეთი. ვთქვათ რომ AB მონაკვეთის სიგრძე არის რაღაც, ვთქვათ m და ავიღეთ AB მონაკვეთზე ნებისმიერი m წერტილი. წერტილი იყოს. m პატარათი მაქვს, მთელი მანძილი აღნიშნული, ავიღე რაღაც წერტილი. თუ კითხვა არის ასეთი, იპოვეთ მანძილი მიღებული AK და KB მონაკვეთის შუა წერტილებს შორის. თქვენ AK შუა წერტილი არის ეს მწვანე წერტილი, KB შუა წერტილი არის აი ეს მწვანე და გვეკითხებიან ჩვენ მანძილს ამ მწვანე წერტილებს შორის. მოდი რა გავაკეთოთ ახლა. შემოვიტანოთ უცებ აღნიშვნები. აი გავნიშნოთ 10, AB აღნიშნოთ B. შესაბამისად აი ეს მონაკვეთი რა იქნება? ეს ხო იქნება 1, 2-დია, ხო, იმიტომ რომ AK-ს ნახევარია. ეს რა იქნება 1, 2-B. ნუ რატომ მივაკითხე ამ პატარა ნაწილებს? იმიტომ რომ მთლიანად მწვანე მონაკვეთს, რასაც ვთხოვენ, ჩვენ ვიცით აქსიომის თანახმად, მონაკვეთი ტოლია შემადგენელი მონაკვეთების სიგრძეთა ჯამის. მაშინ რასაც მეკითხებიან, აი ის მონაკვეთი, ხო, რასაც მეკითხებიან, რა იქნებოდა? 1/2 A-ს პლუს 1/2 B. კი. 1/2-ს თუ გავიტანდით ჩხინოს გარეთ, A პლუს B-ს ნახევარი იქნებოდა. მაგრამ მთლიანად A პლუს B რა გამოდის? ეს m არ გამოდის? ანუ 1/2 m იქნებოდა. ესე იგი რა მივიღეთ?
თუ ჩვენ მონაკვეთს ორ ნაწილად დავყოფთ და ამ ნაწილების შუა წერტილებს შევაერთებთ, მიღებული მონაკვეთის სიგრძე იქნება თავდაპირველად მოცემული მონაკვეთის ნახევარი. აი ეს დაახლოებით რა სიტუაციას გავს, ადრე რომ აკეთებდით ჩვენ ამოცანას, მაგალითად თუ ორ პიროვნებას ჰქონდა ჯამში 100 ლარი და ერთსაც გამოვართმევდით 50%-ს და მეორესაც გამოვართმევდით 50%-ს, არ ვიცოდით პირველს რამდენი ჰქონდა, არ ვიცოდით ცალკე მეორეს რამდენი ჰქონდა. პირველს შეიძლება 10 ლარი ჰქონოდა, მეორეს 90. პირველს ჰქონდა 5 თეთრი, მეორეს 99 ლარი და 95 თეთრი. არა აქვს მნიშვნელობა. თუ პირველს არ ვიცით რამდენი აქვს, მაგრამ გამოვართმევთ ნახევარს, მეორესაც არ ვიცით რამდენი აქვს, მაგრამ გამოვართმევთ ნახევარს, მაშინ აუცილებლად მომიგროვდება 50 ლარი გამორთმეული, ხო? მთელი ჯამის ნახევარი და ზუსტად იგივენაირად ვაჩვენებდით. იგივე გამოცანა მე კუთხეებზეც გავაკეთოთ. თუ ჩვენ გვექნება კუთხე გაყოფილი ორ ნაწილად, ვთქვათ ერთი პატარა ნაწილი, მეორე დიდი ნაწილი და გავავლევთ ორივეს ბისექტრისებს. ბისექტრისებს შორის კუთხე იქნება თავიდან მოცემული კუთხეების ჯამის ნახევარი. და ნუ ეგ ძალიან ცნობილი ესეთი სიტუაციებია, დაგჭირდება სხვადასხვა დროს გამოვადგება. ერთის ვაში 15 სტოლი იყო AB მონაკვეთის სიგრძე და შესაბამისად შუა წერტილებს შორის მანძილი იქნებოდა 15-ის ნახევარი, ანუ 7.5. რაც შეეხება ახლა მეცხრე ამოცანას, აქ სამი სიტუაციაა მოცემული. გავარკვიეთ მდებარეობს თუ არა AB და C წერტილები ერთ წრეზე. ნუ ახლა ჩვენ როდესაც ასეთ კითხვას გვისვამენ, სამი წერტილი მდებარეობს თუ არა ერთ წრფეზე, რას ვითვალისწინებთ? თუ ერთ წრფეზე მდებარეობს სამი წერტილი, მხოლოდ ერთია დანარჩენ ორ შორის, ხო? ცნობილი აქსიომის მიხედვით და გამოდის, რომ რომელიღაც ორი წერტილი იქნება კიდურა წერტილები და მათ მიერ შედგენილი მონაკვეთი უნდა იყოს დანარჩენი ორი მონაკვეთის ჯამის ტოლი. ანუ რა შემთხვევაში იქნებოდა ერთ პირველ ამოცანაშია, სადაც AB არის 20-ის ტოლი, AC არის 13-ის ტოლი, BC არის 7-ის ტოლი. ეს მონაკვეთები, ეს წერტილები ერთ წრეზე. თუ რომელიღაც მონაკვეთი დანარჩენი ორი მონაკვეთის ჯამის ტოლი იქნებოდა. კი, 20 არის 13-ის და 7-ის ჯამის ტოლი, შესაბამისად A და B იქნებოდა კიდურა წერტილები, ხოლო C იქნებოდა მათ შორის მოთავსებული წერტილი. მე-19-ში, ანუ 1-9-ში ვგაცრუათ, პასუხი იქნებოდა კი, თუ დააკვირდებით 1-ის აქ კი, აქაც კი, იმიტომ რომ 7 არის 4-ის და 3-ის ტოლი, აი აქ არა. იმიტომ რომ 3 არის ყველაზე დიდი მონაკვეთი და ის არ არის 1.8 და 1.3 ტოლი. 1.9. AB მონაკვეთი გაგრძელებულია BC მონაკვეთით ისე, რომ AC 5-ჯერ მეტია AB-ზე. კარგი, ავიღოთ AB მონაკვეთი. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მონაკვეთი გაგრძელებულია, ანუ გამოდის ასე იგივე წრფეზე ძევს მე BC მონაკვეთიც. გამოვატარო შედარებით BC მონაკვეთი და ასე იყოს. ისე რომ AC 5-ჯერ მეტია AB-ზე. მოდი მაშინ რა გამოვიდა? AB-ს თუ აღნიშნავდით x-ით, AC გამოდიოდა 5x, ხო? ასე გვეუბნებოდა. AC 5-ჯერ მეტია AB-ზე. იპოვეთ AB-ს შეფარდება BC-სთან, ხო? და BC რა გამოვიდოდა? 4x არ გამოდის? და AB-ს შეფარდება BC-სთან გამოდის x-ი შეფარდებული 4x-თან. შესაბამისად 1/4 იქნება და 1/4-თან შეფარდება, ან 1/4, როგორც ავტორი დაწეს, ავტორს უწერია 1/4-თან შეფარდება. ესეც სწორია, ესეც სწორია. მოდი წავიკითხოთ ახლა მე-11 ამოცანა.
1/11. A, B და C წერტილები ერთ წრფენზე მდებარეობენ. კი ბატონო. ეკუთვნის თუ არა B წერტილი AC მონაკვეთს. აქაც კლასიკური მომენტი. მსგავსი უკვე განვიხილეთ. B წერტილი რომ ეკუთვნოდეს AC მონაკვეთს, ცხადია AC უნდა იყოს ყველაზე დიდი, ხო? პირველში აქ კი იქნებოდა, იმიტომ რომ ნახეთ, AC თუ დააკვირდებით აქ 14-ია და AB-ს და BC-ს ჯამი იძლევა საშუალებას, რომ 14 მივიღოთ, ხო? იმიტომ 6 და 8 არის. თუ დავაკვირდებით ახლა მეორეში, AC არის 1, ნუ არ არის ყველაზე დიდი მონაკვეთი და შესაბამისად B წერტილი ვერ იქნებოდა მასში. ნუ აქ იქნებოდა მეორეში, არა, პირველში კი. მე-12 ამოცანა. ცნობილია, რომ AB არის 3.7, BC 5.2, CD 4.3. რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს AD მანძილს? ახლა აქ ერთი მომენტია, ნუ ავტორის გათვალისწინებული აქვს, რომ ჩვენ უკვე ამ თავში ტეხილის თვისება უნდა გამოვიყენოთ. მე მაინც ვეუბნები იმ მომენტს, რომ სანამ სამკუთხედის უტოლობა არ არის ახსნილი, მოდი არ ავხსნათ ტეხილის თვისება და მით უმეტეს ტეხილი ძალიან კარგი ლოგიკური გადასვლა მრავალკუთხედებზე და ალბათ აჯობებდა მრავალკუთხედების თავში ყოფილიყო მსგავსი ამოცანები. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გეუბნების საკითხი. მაგრამ ნუ რადგანაც აქ ავტორი ითვალისწინებს, ისიც აღნიშნავს მაშინ რა არის გადამწყვეტი ფაქტორი. მოდი სამკუთხედის უტოლობას ნუ ვახსენებთ, გამოვიყენოთ ტეხილის ძირითადი თვისების იდეა და რაში მდგომარეობს. ნუ ტეხილი ვიცით რა ფიგურაცაა, ესაა წერტილები და მათი მიმდევრობით შემაერთებელი მონაკვეთებით მიღებული ფიგურა, ხო? და ტეხილის ძირითადი თვისება რაში მდგომარეობს? ტეხილის სიგრძე ყოველთვის მეტია ტოლია მისი ბოლოების შემაერთებელ მანძილზე. ანუ AB-ს რომ დავუმატოთ BC და რომ დავუმატოთ CD, ეს აუცილებლად მეტია ტოლი იქნება AD-ზე, ბოლოების შემაერთებელ მონაკვეთზე და ტოლობა სრულდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ეს წერტილები ერთ წრფენზე იქნებოდნენ განლაგებული, ასე A, B, C, D, ასე ერთ წრფენზე იქნებოდნენ, მაშინ უკვე AB-ს პლუს BC პლუს CD იქნებოდა AD-ს ტოლი. მეტი გამორიცხულია გვერდი ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთი რომ იყოს ტეხილის სიგრძეზე, აი ტოლი შეიძლება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ წრფენზე არიან ეს წერტილები მოთავსებული. აი ახლა რა არის მოცემული ამოცანაში? AB, BC, CD-სა მიყოლებით აღებული მონაკვეთები, ხო? ნუ AB არის 3.7, BC არის 5.2, CD არის 4.3. და რა დროს იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობა? როდესაც რა თქმა უნდა ერთ წრფენზე იქნება AD მანძილი იქნებოდა უდიდესი, როდესაც ერთ წრფენზე იქნებოდნენ ესენი. იმიტომ რომ AD გამოდის ამ ტეხილის ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთი. და გამოდის, რომ მაქსიმუმი იქნებოდა სწორედ მათი ჯამი. 3.7 დამატებული 5.2 დამატებული 4.3. ეგ გამოდის 13.2-ია, თუ არ ვცდები. იგივე არის, იგივე თვისებაზეა მე-13 ამოცანა. მოდი, კარგად გავიაზროთ, რას გვეუბნება. ავიღოთ ჩვენს იგივე ნახაზი. B, C, D და უნდა შევადაროთ ABC-D ტეხილის სიგრძე და ACD ტეხილის სიგრძე. ნუ ელით აღნიშნოთ, თქვა ელი ABCD-ს უფრო მეტია, თუ ელი ACD-ს. აქაც, მოდი შემოვიტანოთ ლათინური პატარა ასოები, ძალიან მოსახერხებელია და გარკვეულ კომფორტს მოიტანს. დავაწეროთ ამას A, B, C, D.
რა იქნებოდა მაშინ A, B, C, D ტეხილის სიგრძე, ხო? მოდი პატარა წუთი ხას გავაყოლებ წითლად, აი ამაზე არის საუბარი ამ ტეხილზე ასე, ხო? A, B, C, D. კი. ეს იქნებოდა A პლუს B პლუს D. და რა არის ACD ტეხილი? ACD. ACD ტეხილი არის, ვახედეთ ვარდისფერით გავაკეთოთ, ასე, ასე, ხო? ეს არის C პლუს D. C პლუს D. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ეს ორი ჯამი უნდა შევადაროთ ერთმანეთს. მე ძალიან მომწონს, თქვა შედარების დროს ამას ვიხილავთ როგორც საწონებს, სასწორის ორ პინაზე დადებულს, რომ მარცხნივ, მარჯვნივ და შედარება რომ მოხდეს და გავამარტივოთ შედარების პროცესი, ხომ არაფერი შეიძლება თუ ჩვენ ტოლობის ანუ სასწორის ორივე მხარეს ერთი და იგივე რიცხვს მოვაკლებთ, ხო? არაფერი არ დაერქვა. ანუ D რომ ვაცილოთ და უბრალოდ A პლუს B შევადაროთ C-ს, არაფერი შეიძლება. მაგრამ რომელი ახლა მეტი? თუ დააკვირდებით A-ს, B-ს და C-ს აკავშირებს აი ეს სამკუთხედი. ახლა ვისაც ახსოვს სამკუთხედის უტოლობა, ეგრევე იტყვის, რომ A პლუს B რა თქმა უნდა ნებისმიერ ვარიანტში მეტი იქნება C-ზე, იმიტომ რომ სამკუთხედის უტოლობით რომელი ნებისმიერი ორი გვერდის ჯამი მესამეზე მეტია. მაგრამ რადგან სამკუთხედის უტოლობა არ ვიცით, რომ მიმართოთ ტეხილის თვისებას. რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ A, B, C ტეხილი. მაშინ ეს A პლუს B ხო გამოდის ტეხილის მდგენები. A და B. ტეხილის მდგენები ჩა. ანუ ტეხილის სიგრძე. და AC გვერდი გამოდის, ანუ C-ს როში რაც იყო, ტეხილის ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთი. და რა თქმა უნდა, A პლუს B ოდის მეტი ანტოლია C-ზე, მაგრამ ტოლობა ხომ იმ შემთხვევაში სრულდება თუ სამივე წერტილი ერთ ფრეზეა და ერთ ფრეზე აშკარად არ არიან, შესაბამისად, აქ დავწერდით წმინდა მეტობას. ანუ მარცხენა მხარე მეტი იქნებოდა, ესე იგი ABCD ტეხილის სიგრძე მეტია ACD ტეხილის სიგრძეზე. მოდი მე-14 ამოცანას ნახოთ. ACE ტეხილის სიგრძე უნდა შევადაროთ ABDE ტეხილის სიგრძეს, აქაც ანალოგიურად მოიქცევით. მოდი აგერ თვითონ ნახალზე მოგცემთ რეკომენდაციას, ამას A-ს დააწეთ, ამას B-ს, ამას C-ს, ამას D-ს. ეს იქნებოდა სიტყვაზე ვთქვათ E და გაშლილად ჩაწედით AC ტეხილი რა არის? ACE ეს არის L ACS ეს იქნებოდა A პლუს B პლუს C პლუს D. შემოგვხსნა მაინც ეს ამოცანა და ABDE ტეხილის სიგრძე რა იქნებოდა? ABDS ეს იქნებოდა A-ს დამატებული E დამატებული D. ჩვენ გვინდა ეს მხარე შევადაროთ ერთმანეთს. შედარების დროს საერთო A-ს და A-ს გავაბათილებთ, D-ს და D-ს გავაბათილებთ, დარჩებოდა მარცხნივ B პლუს C მარჯვნივ L, მაგრამ აი ამ ფიგურაში ისინიც ისევე უკავშირდებიან როგორც ზედა ამოცანაში, ტეხილის თვისებით B პლუს C აუცილებლად მეტი იქნებოდა L-ზე და შესაბამისად ACE ტეხილის სიგრძე მეტი იქნებოდა ABDE ტეხილის სიგრძეზე. შესაბამისად ახლა მე-15 ამოცანაც დაახლოებით იგივე პრინციპზე აგებული. მოცემულია AB მონაკვეთი სიგრძე არის 16 და BC მონაკვეთი სიგრძე არის 10 და ვთხოვენ რა შეიძლება იყოს 10. ფაქტობრივად ტეხილია ხო ისე მოცემული, ანუ AB თქვათ არის ასე. ახლა ზოგჯერ ბავშვები ასე რომ კითხულობენ, გონიათ რომ აი AB-ს რო აიღებენ ასე უნდა იყოს, C იქვე გაგზელებაზე უნდა იყოს და რატო ამის გარანტი რა არის? ასე იქნება. C შეიძლება ასე მოდიოდეს, შეიძლება ასე მოდიოდეს ეს C მონაკვეთი, ანუ არ ვიცით რა და შესაბამისად შეგვიძლია ასე ზოგადად ავხატოთ, როგორც თავიდან ხატავდი,
AB მონაკვეთი არის 16, B-ი არის 10 და რა შეიძლება იყოს AC მონაკვეთი. აი, რა შეიძლება იყოს, აი რომ შევაფასოთ. აქედან ცხადია ტეხილის ძირითადი თვისებით, რომ AC იქნებოდა მაქსიმუმ 26, ხო? და ეგ რა დროს მოხდებოდა? მაშინ, როდესაც A, B და C წერტილები ერთ სფეროზე არიან. თან ხო, ერთ სფეროზე არიან რა. AC იქნებოდა კიდურად წერტილები. ეს იქნებოდა 16, ეს 10 და მაქსიმუმ AC გამოვიდოდა 26. მაგრამ ახლა აქვე უკვე როცა ამას დაინახავს მოსწავლე, აქვე შეიძლება შეამჩნიოს ერთგვარი მინიმუმის პირობაც რა. კი ბატონო, AB არის 16, მაგრამ ყველაზე ახლოს რა დროს იქნებოდა C წერტილი 100-თან თუ უკან დაბრუნდებოდა და ასე იქნებოდა C. ანუ ეს თუ არის 16, ეს რომ იყოს 10. ანუ რა უმეტია იცით ოქროები? ფაქტობრივად შენ როდესაც საუბრობ AB მონაკვეთზე, BC მონაკვეთზე და AC მონაკვეთზე და იცი რომ AB არის 16, BC არის 10 და AC არის რა არის? რა შეიძლება ხდებოდეს? ვთქვათ, გვერდების ზრდის ანკლების მიხედვით რომ გინდოდეს დალაგება, თუ რომელიმეს პრეტენზია ექნებოდა მაქსიმუმობაზე, ანუ რომ ყოფილიყვნენ მაგალითად ეს სფეროზე და კიდურა წერტილები ყოფილიყვნენ, ეს იქნებოდა ან AB, ან ეს იქნებოდა ან AC. BC ვერ იქნებოდა ვერანაირად მაქსიმალური გვერდი, ხო? იმიტომ რომ უკვე 16-ზე ნაკლებია და ხო შეიძლება AC მეტი იყოს ყველაზე, ან პირიქით თვითონ 16 იყოს ყველაზე დიდი და მეორე შემთხვევაში ჩვენ უკვე განვიხილეთ თუ 10 არის კიდურა წერტილები, ხო? მაგრამ თუ AB-ა კიდურა წერტილები, რა აგერა გვაქვს ეს უკვე. შესაბამისად აქედან AC გამოვიდოდა, ნუ ეს მისი მინიმალური ზომა იქნებოდა 4. ანუ გამოდის რომ მაქსიმუმი არის 26, მინიმუმი არის 4, ანუ 4-დან 26-ის ჩათვლით მერყეობს გვერდები და ვერ იქნებოდა რა თუ დავთვალე 4, შუაში 4. 6 უნდა დავეთვალო, ხო? 16 - 10 არის 6. ანუ შესაბამისად 26 შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ შედის სამშუალეთში 6-იც, 14-იც, მაგრამ ვერ იქნებოდა 4 და ვერ იქნებოდა 28. ოკეი, ისორი პასუხი შეიძლება არ იყოს. მე-15-ზე შევამოწოთ მაინც. ეს მე-15 არის. მე-15. კი, არა კი. ხო, არათი იწყება და ბლოდან მეორეც არის არა. მე-16 აღმოჩნდა. და B წერტილები OM სხივზე წევს. აი, ვიღოთ. OM სხივი, M და B წერტილები აქ კი წევს, მაგრამ როგორ არის? არის 12. კარი, სადღაც ასე არის. OA და ეს არის 12 და AB არის 5. ნუ AB არის 5, კი. იპოვეთ OB მანძილი. ნუ ახლა AB თუ არის 5, შეიძლება იყოს B წერტილი, ხო? B წერტილი შეიძლება ყოფილიყო ან აქეთ, ასე, ან B წერტილი შეიძლება ყოფილიყო აქეთ, ხო? უკან. ნუ მაგამდე მანძილი AB მანძილი თუ 5, მაშინ რისი ტოლი შეიძლება ყოფილიყო OB მონაკვეთი მაქსიმუმ 17-ის და მინიმუმ თუ 5-ს აქეთ გადმოვთვლით, მაშინ 7-ის. იმედი ეს გაიგეთ ახლა და ამის დეტალიზებას აღარ მოყვებით, იყოს ასე საკმაოდ სადად გამოვიდა. მე-17. და B წერტილები ოსათავის მქონე დამატებით სხივებს ეკუთვნის. კარგი. ავიღოთ ასე, დამატებითი სხივები ოსათავე და B წერტილები ოსათავის მქონე დამატებით სხივებს ეკუთვნის. ალბათ გულისხმობს, რომ
ერთი ერთ მხარეს იქნება, მეორე მხარეს, ხო? და ვრავლობიჩი სხივებს ეკუთვნიან და ანუ ორივე სხივი უნდა დაეკითხოს თითო წერტილით. ო-ა არის 8.7, ო-ა 8.7 და ო-ბ, ბოდიში, ა-ბ, ა-ბ არის 25. და უითხოვენ ობ მონაკვეთის სიგრძეს და ვიცი აიქნება ახლა ობ ძალიან მარტივია ხო 25-ს გამოკლებული 8.7 აქ ვფიქრობ მეტი შემთხვევა არ უნდა იყოს პირობა სწორად გავიგეთ რომ არ ვიხილავთ თქვა ჩვენ იმ შემთხვევას რომ კიდა თუ არა ქეთა ორივე სამხრესა სწორად იქცევით რა შესაბამისად პასუხი იქნებოდა 17.6 გამოვხდება 17 კიდე 16.3 კარგი მოდი ნახოთ მე-18 ამოცანა მე-18 ამოცანა ორი ასითხოვს ახლა ესე იგი მოცემულია A წრფე, მასზე მდებარე A, B, C და D წერტილები ჭეშმარიტია თუ არა გამონათქვამი B-ა და C-D სხივებს არ აქვს საერთო წერტილი. მოდი ვნახოთ. B-ა სხივი მოდის ასე, C-D სხივი მიდის ისე და არ აქვს საერთო წერტილი. კი, ჭეშმარიტია. მათ არ აქვს საერთო წერტილი. მოდი ვნახოთ მეორე წინადადება. B-ა და C-D დამატებითი სხივებია. B-A და C-D ვერაფრით ვერ იქნება დამატებითი სხივები, იმიტომ რომ ერთი წერტილიდან უნდა იყვნენ გამოსული, ანუ პასუხი იქნებოდა არა. C-ა და D სხივები უამრავი საერთო წერტილი აქვს. მოდი ვნახოთ. C-ა და D, ხო? C-ა არის S და D შესაბამისად, მოდი სხვა ფერი ავიღოთ. DB არის ეს და თუ დააკვირდებით, რა თქმა უნდა, თლიანად BC მონაკვეთია საერთოდ და არა კიდე ქვემოთ იქნება ხო CD პირიქით აქეთ უნდა მიდიოდეს. ნუ ამშელობა აქ გვაქვს საერთოდ. ამიტომ აქაც პასუხი იქნებოდა კი. როცა თქვი C-ა ქვემოთ მოდის, DB-ც ქვემოთ მოდის. თორე ამ მნიშვნელობა აქვს უკვე BC უეჭველი საერთოა, სხვა წერტილებიც რომს არ გქონდეთ საერთო, კი აქვთ ქვემოთაცას DB ქვემოთ მოდიოდა. მაგრამ მაინც ბევრი წერტილი გამოდიოდა საერთო. და ამ ვიდეოს ბოლო ამოცანა მე-19 ტეხილი არის მოცემული ასე რაც ტეხილი A, B, C, D შემადგენელი მონაკვეთები არის 2, 4 და 3 და შეიძლება თუ არა რომ AD იყოს, ხო? ხო, აქაც რა გამოდის, რა უნდა დავინახოთ. ისევ და ისევ მაქსიმუმის სიტუაცია. ასე AD მაქსიმუმ შეიძლება იყოს 2 + 3 + 4, ხო, გამოდის 9. მაგრამ რა შეიძლება იყოს მინიმუმი? ახლა ცოტა სპეციფიური ამოცანაა, იმიტომ რომ შეიძლება აი წერტილში ამოძრაო C, ნახეთ როგორი სიტუაციაა მეგობრებო. ხო შეიძლებოდა AB მონაკვეთი რომ არის ასე, ძალიან ახლოს მოსულიყო BC მონაკვეთი, აი ძალიან ახლოს მოგვეტანა. თორე ეს დიდა ხო, BC მონაკვეთი 4-ის ტოლია და სადღაც აქვე მოგზაურა CD მონაკვეთსაც რა. ანუ თავისუფლად ისე შეიძლება მოძრაობდეს ახსრებში ეს მონაკვეთები ხო? B, ну B, უბრალოდ AB გაჩერებული იქნება, მაგრამ BC შეიძლება მოძრაობდეს. ეს გვერდი ახლა ისე მოძრაობდეს აქ. ესე თქვა,
ხო, უახლოვდებოდეს AB-ს, შორდებოდეს, ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს. და შესაბამისად, მეგრე CD მონაკვეთსაც რომ ვიღებთ, ხო, ესეც ხო შეიძლება საკმაოდ უახლოვდებოდეს A-წერტილს CD. და შესაბამისად, მანძილი A-დან D-მდე შეიძლება იყოს თითქმის 0-იც. ახლა ეგ უფრო კვალიფიციურად რომ ავხსნათ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თქვათ, ну თქვა რომ ავიღებდით A, B, C, D, A, B, C, D წერტილს, თქვათ, უფრო დიდი გვერდი 4 ჩაგვეთვალა ტეხილის ბოლოებად და ისე გვესაუბრეთ. ну, აღარ შევყვები ახლა ამას, არ არის ეს რთული საჩვენებელი, რომ D წერტილის შესაძლოა სასურვოდ მიუახლებოდა A წერტილს. შეგვიძლია ცოტა სხვანაირადაც, მაგრამ არ გავართულოთ ახლა საქმე. და მიახლოებით 0-ით შეიძლება ყოფილიყო პასუხი. იგი დროებით ალბათ აბრუნდებით B კატეგორიის ამოცანებით. უდიში დავასრულებ აზრს აქ ამოცანა ფაქტობრივად პასუხი არ მithქვამს. ну, თუ მაქსიმუმ არის 9 და მინიმუმ არის 0, შესაბამისად AD მონაკვეთის სიგრძე 1 შეიძლება ყოფილიყო, 4 შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ვერ იქნებოდა ვერაფრით 10. ახლა დავასრულეთ და პატროებით.